ეკონომიკის და ჩვენ გვაქვს ბოლო 3 წელიწადში ჩვენ და სომხეთს გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური ზრდა. და აქ ოცნების რეჟიმის წარმომადგენლები ამას იქვეხნიან, რომ აი ჩვენ გვაქვს საუკეთესო ეკონომიკური პოლიტიკა. სინამდვილეში ეს არის პარაზიტირება რუსეთ-უკრაინის ომზე, რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ პირველი ჩაიკეტა რუსული პორტები, დაედო რუსეთს სანქციები, თურქეთთან მიმავალი სატრანზიტო დერეფანი საქართველოს მიმავალი სატრანზიტო დერეფანი გახდა ერთ-ერთი მთავარი წყარო სახმელეთო მიწოდების პროდუქციების რუსეთზე. ამას დაემატა 100,000-ობით მიგრანტი და საქართველოს გახდა რუსი მიგრანტების მომსახურების ეკონომიკა. დაახლოებით 4 მილიარდი გადმოირიცხა მხოლოდ მიგრანტებისგან. ამას დაემატა ის, რომ სანქციების გვერდის ავლით ხდება საქართველოს გამოყენება. საქართველოს სომხეთის ზუსტად ანალოგიური სიტუაცია არის, რატოს? იმიტომ რომ ჩვენთან სავიზო რეჟიმი არ იყო, ახლოს არის, ენის ბარიერი არ ქონდათ და შესაბამისად პირველი ტალღა ეგრევე მოაწვა ამ ყველაფერს. მაგალითად ყირგიზეთში გაგვეზარდა ექსპორტი, რაღაცა ასტრონომიკა. ხო, მილიარდი დოლარის მანქანები გავყიდეთ ყირგიზეთში და ყირგიზეთის საბაჟოდან ინფორმაცია რომ გამოითხოვეს, იქ აღმოჩნდა რომ 60 მილიონია მხოლოდ შესული, ხო? გასაგებია რომ იქ დანიშნულება ქვეყნის რუსეთი არ იწერება, იცვლება პროდუქციის დანიშნულება, ვითომ ცენტრალურ აზიაში გადის და მეც ამიტომ საქართველოს, სომხეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები აღმოჩნდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ამ ყველაფრისგან იხეირეს. ამას მომავალში კიდე ექნება თავის ეკონომიკური უარყოფითი ეფექტი, მაგრამ ხო აი ეს ამ ყველაფერმა ერთობლიობაში წმინდათ აი ამ ფაქტორებმა მოიტანეს ეკონომიკური ზრდა ჯამურად.